მოგესალმებით, თქვენ უყურებთ F1-ის ბიზნეს პოდკასტს IT პარტნიორი და მე მის წამყვანი გუგა ვარბაქაძე ვარ. ჩვენ წერთ მეოთხე ეპიზოდს და ეს ეპიზოდიც კვლავ სატესტო ხასიათს ატარებს. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავაკეთოთ პოდკასტი, ტესტავთ ტექნიკას, გადაღებას, მიკროფონებს, განათებას, ვქმნით გარემოს, ეთქას უკვე შეცვლილი გარემოთი ვართ და კიდევ ერთი სატესტო ეპიზოდი გვინდა ჩავწეროთ, რომ ნახოთ როგორ უფრო კარგად გამოიყურება ვიზუალურად ჩვენი პოდკასტები. დღეს ჩემი სტუმარი არის რომა ჯახიაშვილი. გამარჯობათ. F1-ის პარტნიორი და F1-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, რომელიც დღემდე შემორჩა კომპანიას და ეს არის უნიკალური შემთხვევა, რომ კომპანიის უკვე თითქმის 18 წლიან ისტორიაში რომა არის ჩვენი თანამშრომელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და მათ შორის დღესაც. მადლობა რომან, ხარ ჩემს სტუმარი. თავი გძენი თავისუფლად. შენთვის უცხო არ არის ზოგადად კამერასთან მუშაობა და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტიც ესე თავისუფალ რეჟიმში წაიმართება. მოდით თავიდან დავიწყოთ და გაიხსენე შენი მოსვლა F1-ში, როგორი განწყობა გქონდა, როგორი ფიქრები გქონდა შენს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით და საერთოდ არის როგორ მოხვდი F1-ში. ეს ამბავი რო გაიხსენო, რა თქვა ისტორიას. ცოტა სახალისო ნაწილებიც ახლავს ამას და ამ ყველაფერთან ერთად. ხო, ნუ ცოტა შემთხვევითობა აღმოჩნდა, ეხლა იმ ასე თქვა ჩემი საერთოდ მოსვლა F1-ში და ზოგადად IT-ში მართალია ჩემ საყვარელი საქმე იყო ეს კომპიუტერები და რაღაცეები, მაგრამ ნუ ოჯახში იყო გასწორებული, 3-ით მივდიოდი რა, 3-ით უნდა წავსულიყავი, მაგისტრი ვარ 3-ით და სწავლობდი მაგისტრატურას მეგონი ვამთავრებდი, მაგრამ იმდროს იყო ძალიან პოპულარი ფორუმჯი. აი ფორუმჯიზე შევდიოდით, იქ იყო დაიხვალა პრინციპში განყოფილება ტექნიკური პრობლემების, სადაც სხვა რაღაცებს პოსტავდით, ერთმანეთს ვეხმარებდით და ასე შემდეგ და თუ ასწორი მან დადო, ნუ ეხლა როგორც ვიცი გუგამ განცხადება იმაზე, რომ აი ახალი კომპანია გაიხსნა F1 და ვეძებთ სპეციალისტებს, ოღონდ გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს. თუ დამწყები ხართ და ოღონდ გიყვარდეთ ეგ საქმე, გამოვაგზავნეთ CV და მახსოვს ეგ მომენტი ვიჯექი ბიბლიოთეკაში ჩემი უნივერსიტეტის აფიქრობდი გავაგზავნო, არ გავაგზავნო, მაინც ახლა 3-ით უნდა წავიდე აქ რავი აზია გაგზავნას. მაგრამ მეთქი კაი გავაგზავნე მეთქი თან ახლა წერია რომ გამოცდილებაც არ უნდა, თუ სიყვარული გაქვს და გავაგზავნე მეთქი და ას ვებოდი რომ ვინო დამიერეკავს ამ რაღაცაზე, იმიტომ რომ ნუ CV-ში არაფერი გამოცდილება არ მაქვს, 3-ით რაღაცები მეწერა იდეაში და მოგეთ გავაგზავნე და აღმოჩნდა ისე რომ ასე ვთქვათ დამიძახეს რა, არ მახსოვს ვინ დამიერეკა შენ თუ ოთო დამიძახეს რომ მოდიო, თან მოდიო გდანში მეტროს პაძემკა იყო თუ რაღაცა იქ რაღაცა ადგილას თან ინტერნეტ კაფეში. ხო, ინტერნეტ კაფეში კი, ზუსტად იქ ნაქირავები იყო და ნუ აქ გამართვა ერთ რაღაცაში მე საერთოდ ქალაქი იმ დროს მithmodes თუდად ვიცოდი, ზოგჯერ სახს ვევაგდებდი სხვა ადგილიდან რომ მივსულიყავი და ახლა გდანში სადღაც პაძემკაში გამართვა იმაში რომ იქ მუშაობდი პოლიციის აკადემიაში და იქ ადგილი ვიცოდი რა, ახმეტელის მეტრო ვიცოდი უბრალოდ რომ იქ არის. ამიტომაც დავთანხმდი მეთქი მოვამეთქი. მოვედი და იქ იყო რა ვიცი, ნუ მართლაც ინტერნეტ კაფე იყო, იმდროინდელი ინტერნეტ კაფე, როგორც ძალიან პოპულარული თემა იყო. იქ საკმაოდ ბევრი 10 თუ მეტიც დამხვდა, ასე ვთქვათ, ნუ სხვადასხვა სურველები, მუშაობის კანდიდატები და გუგაც იყო. მახსოვს გუგაც იყო, ოღონდ ჩვენ დავსხდით და გუგა ისე იჯდა რა, სადღაც, ნუ ასე ვთქვათ, შესასვლელთან სხვა ატარებდა გასაუბრებას, არკადი იყო თუ რა არტურა კი. არტურა ატარებდა ესე ვთქვათ, გასაუბრებას. მე ჩემს მხრიდან მოვყარი მაგ ისტორიას. კი, ნუ მახსოვს, მე როგორც მახსოვს იმას ყვები რა ზუსტად. არა, სწორად გახსოვს, უბრალოდ მე იმ ნაწილს მოვყვები, რატო ჩავატარეთ ესე და როგორ მოხდა. ახლა ბევრმა შეიძლება იცის უკვე ეს ამბავი, მაგრამ ვინც არ იცის, იმისთვის საინტერესო იქნება. მოგეთ არტურამ ბევრი კითხვა დასვა, ჩემთვის სიმართლე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულ გამოცდილება არ მქონდა, კითხვები მარტივი იყო რა, რაღაცაში მე მგონი კიდე ავტოასაც იქით რაღაცა უთხარი, ნუ არ მახსოვს ზუსტად, ეხლა ბევრი რო იმას ხონდა, ნუ საბოლოო ჯამში ყველა კითხვას რო გავეცი პასუხი, იმედიანად ვიყავი, რომ რადგანაც ამ კითხვას გავეცი პასუხი, ნუ ნამდვილად დამენიყავე ნაყვანაზე.
მე ზუსტად არ მახსოვს იქვე მითხარი შე რომ აყვანილი ხარ თუ რაღაც ეგეთი რომ მე დამენეკე არ მახსოვს, მაგრამ ის მახსოვს რომ იმედიანად იქიდან წამოვედი რომ ნუ რაღაცა შევასრულე რა, ეხლა ყოველ შემთხვევაში ყველა კითხვის პასუხი გავეცი. და შემდეგ უკვე დაგვირეკეს 10 კაცი შეაჩიეთ, თქვენ დაუთმაობთ. ანუ თემა ის იყო, რომ ყველა თბილისის უბანი ხო არის 10 რაღაც ესეთი, ყველას ჰქონდა მიმაგრებული თავისი უბანი რა. ანუ ესეთი იდეა იყო თავიდან. ხო, მაშინ აქვე მოვყვები მე, რომ მე გააგრძელე. ესე იგი, როცა ჩვენ შევქმნით ეს კომპანია, მე და ოთომ პირველ ეტაპზე და ჩვენ არ გქონდა არც ოფისი, არც ცოდნა არ გქონდა ზოგადად IT მიმართულებით და ამიტომ ეგეთი გადაწყვეტილება მოვიფიქრეთ, რომ სივრცე დაგვექირავებინა ინტერნეტ კაფის სახით და რადგან კომპიუტერული ინფრასტრუქტურა იყო და გამომკითხველად, ასე ვთქვათ, გამსაუბრებლად, რადგან ჩვენ არ გამოვდგებოდით, მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომ არტურას რომ იქნებ წამოხვიდე და ნუ რაღაცა კითხვები დასვა IT-ის გარშემო. მე მახსოვს ეგ მომენტი, ყველა დაჯექით კომპიუტერებთან და ესე ჩამოიარა და რაღაც პრაქტიკულ კითხვებს გისვავლოთ, რომ ამას როგორ გააკეთებ, ამას როგორ გააკეთებ და რამდენიმე ადამიანი გამოირჩა განსაკუთრებით, ვისაც ესეთი სწრაფი და ძალიან სწორი პასუხები ჰქონდა და ერთ-ერთი იყავი შენ, ამიტომ ზუსტად არ მახსოვს არც მე, მაგრამ შეიძლება იქვე დავაფიქსირეთ ის მომენტი, რომ მოგვეწონა ასე ვთქვათ შენი პასუხები და უკვე მივხვდით, რომ შენ ერთ-ერთი იქნებოდი ასე ვთქვათ იმ ადამიანებს შორის, ვისაც პირველ ეტაპზე ავიყვანდით და სწორია, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ ეგეთი სტრატეგია გქონდა, რომ უნდა დაგვეფარათ თბილისის ყველა უბანი და უნდა გაგვენაწილებინა თითო ტექნიკოსი თითო უბანზე ასე ვთქვათ და ამიტომ ასე ვთქვათ ეს პირდაპირ დავიწყეთ ეს მასშტაბური რეკრუტინგი და 11 ადამიანი, 11 ტექნიკოსი ავიყვანეთ. მე მახსოვდა, მაგრამ ხო, 11 იყო, როგორც მახსოვს, 11 ტექნიკოსი ავიყვანეთ იმ დროს და ნუ რომა იყო ერთ-ერთი მათგანი და ისანი სამგორი მებარა. და ისანი სამგორის მიმართულება ხო ჩავაბარეთ, ვინაიდან იქ ცხოვრობდა და იმ უბანს კარგად იცნობდა. ნუ უბრალოდ ვერ ვიტყვი რომ კარგად იცნობდა, მაგრამ ლოკაციის პრინციპით გადავწყვიტეთ. კი. კარგი. კიდე ხო არ ამატებდი ამ საკითხს რა იმას. პრინციპში აყვანის საკითხს არა. ნუ მე რომ დამირეკეთ და ასე ვთქვათ, მოდით რაღაცა იმაში იყო პროფკავშირების შეხვედრა პირველი. ხო, პირველი ოფისი. იყო პროფკავშირების ოფისში და ოფისი იყო 20 კვადრატული ვაჟებშაველაძე, სადაც ნუ ფაქტიურად მხოლოდ ოპერატორები ისხდნენ რეალურად და იქ ტექნიკოსები არ იყვნენ, ტექნიკოსები სახლიდან იყავით და ნუ გირეკავდით, როცა გამოძახება შემოდიოდა. კარგი, იმის შემდეგ უკვე ბევრი წელი გავიდა რა და რა ვიცი 1000-მა წყალმა ჩაიარა თუ როგორც ითქვიან ხო რაღაც ბევრი გზა გამოვიარეთ, ბევრი სირთულე, ბევრი წარმატება და მოვედით დღემდე, როცა შენ პარტნიორი ხარ კომპანიის და აი ერთი თვალის შევლებით როგორ შეაფასებდი ზოგადად F1-ის გზას და პირადად შენ გზას F1-თან ერთად ამ წლების განმავლობაში რა მოლოდინებით იყავი მოსული რა იყო ის რაც იმედგაცრუება იყო რაც პირიქით იყო რაღაცა წარმატება და ზოგადად შენი გზა პირველი დღიდან დღემდე, იმიტომ რომ დღეს ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც იმ პერიოდიდან მოყვება F1-ს, ბევრმა წყალმა ჩაიარა, იყვნენ თანამშრომლები, ეს პირველი ნაკადის და შემდგომი ნაკადისაც, რომლებიც მოვიდნენ, იმუშავეს რაღაცა თავისი აგური დადეს კომპანიის შენებობაში და წავიდნენ თავის გზა იპოვეს და შენ დღემდე ხარ F1-ის წევრი, ნუ მოგვიანებით ვილაპარაკებთ უკვე ვისაუბრებთ ამ როლებზე, რომელიც დღეს შენ გაქვს, მაგრამ რას გაიხსენებდი აი დღემდე როგორ მოვედით, რა გამოვიარეთ. რა ვიცი, ხა ნუ აქ სიმართლეობით ალბათ ამდენი წელი დავრჩი F1-ში, ხო, ანუ 18 წელია ფაქტობრივად. ალბათ ის მომენტია, რომ თავს მართა როგორც სახში ვგზნობ ისე რა, ანუ აქ გაიზარდა, ხო? აქ გავიზარდე, ხო, ნუ ფიზიკურად, ანუ როგორც ზომაში, ისე წონაში ასაკში და ასე 18 წელს დავიწყე, 2008 წელი იყო. მე მახსოვს როგორი წანსგლა იყო, კი, ძალიან დედაბიჯი ვიყავი, ახალგაზრდა და რა ვიცი, ანუ აქ ძალიან რა თქმა უნდა ბევრი ისიც იყო, როგორც ყველა კომპანიაში დაღმასვა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის
გვეჭირა საბოლოო ჯამში FH-ში ის მომენტი, რომ უკეთესობისკენ მივისწრაფოდით და ამას ვაკეთებდით არა რაღაცა ძალდატანებით და რაღაცა იმით, არამედ აი უბრალოდ გუნდური მუშაობით რა. მე ყოველთვის გქონდი თავს რაღაცა გუნდის წევრად, შეიძლება ხო ოჯახის მან ცოტა ხმამოვანა თქვა, მაგრამ მაინც რა. და აი ესე მივდიოდით საბოლოო ჯამში, მიზნებს ვისახავდით ერთობლივად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნუ მარტო პირობითად ესე ბაშად გუგააწყვეტ და რომ აი ეს ვაკეთებ და მორჩა, ნუ რაღაცა მოვითათბირებდით ხოლმე და საბოლოო ჯამში მიზნებს ვისახავთ, მივდიოდით ზოგჯერ ვერ მივდიოდით და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში 18 წელს რო შევხედოთ, თავიდან ბოლომდე ეს არის აღმასვლა რა. ნუ ესე შევაფასებდი და ნუ დღესაც ესე ვგზნობ როგორც საკუთარ სახლში FH-ში. რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, ალბათ ვერ გავჩერდებოდი რამდენი ხანი, ვერც საქმეში, ზოგადად IT-ში და ვერც FH-ში, თუ ესე არ ვგზნობდი თავს. ხო და შენ ახსენე უკვე რომ იურისპრუდენცია სწავლობდი და მიატოვე ის სპეციალობა ასე ვთქვა და ფაქტობრივად კი მე ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღე, რატო გადაწყვეტე რომ IT-ისთვის მიგეწონა თავი და იურისპრუდენციაში აღარ დარჩენილიყავი, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ბაკალავრიატი, მაგისტრატური, მე მახსოვს რომ შენ დოქტორანტურაში ჩავაბარე, კი. დოქტორანტურა კიდე ასწავლიდი კიდევაც უნივერსიტეტში და ნუ შეიძლება ითქვას რომ ეს არ არის რაღაცა შემთხვევითობა, უკვე საკმაოდ რესურსი ქონა ჩადებული იურისპრუდენციაში და შემდგომ ბოლომდე გადმოეშვი უკვე IT-ში. აი ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღე? ანუ აქ როგორი თემა იცი, ნუ სამართალი საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება, როგორც უკვე ვთქვი, იყო ჩემი ოჯახის რა, ნუ რაღაც სერიოზულ პროფესიად მიაჩნდათ, ასევე ნუ რაღაც იქ ბაბუაც რაღაც კავშირში იყო ამასთან და ასე შემდეგ და ნუ რაღაც სერიოზულ პროფესიად უნდა მივცეთო რა შულსო და ეს გადაწყვეტეს. რო თქვა ძალიან გვიждდებოდი სამართალზე, არა. უფრო აი ტექნიკურ რაღაცეები მიყვარდა, გინდა სკოლაში ხა აი ლიტერატურა და რაღაცა ენა და რაღაც ის არ მიყვარდა იმდენად, როგორც ტექნიკური ფიზიკა, ქიმია, აი რაღაც ცოტა იქ-იქ მივიყავ იმის და მაგრამ ნუ შანსი არ მეძლებოდა რა. და როგორც კი შანსი მომეცა, აი ზუსტად მაგისტრატურა დავამთავრე, თუ ამთავრებდი. როგორც კი შანსი მომეცა, აი ინერციით ჩავაბარე დოქტორანტურაში, სადაც 1-2 წელი იქ რაღაცაზე ვიმუშავრდი და სხვათა შორის იქაც მუშაობდი კიბერდანაშაულზე, ანუ მაგისტრატურაც მაგაზე მაქვს დაცული კიბერდანაშაულზე, ნუ სამართლებრივი კუთხით თუმცა. და ნუ მე შანსი მომეცა და აქ უკვე ვნახე განვითარება, მივხვდი რომ ეხლა ორ კურდღელს ვერ დავედევნები. მართალია ეხლა პედაგოგიური საქმიანობა დავიწყე მე სამართლით. ანუ სამართალს ვასწავლე სისხლის სამართლის კერძო და ზოგადი ნაწილი და კრიმინალისტიკა და მე ეს იქაც კი უნივერსიტეტში მოვახდინე ტრანზიტი რა, ინფორმატიკის სწორედ ლექტორად გადავედი, ნუ დავაპარაკე იქ რექტორს და იქ გადავედი. ანუ გავაცხადე რომ ეს არის ჩემი მართულება, ეს საქმე მიყვარს და ნუ აი ცნობილი გამოთქმა არის რა, აქეთ ის საქმე რომ გიყვარს და სამსახურში სიარული არ მოგიწევს. ნახოთ ესე გადავწყვიტე რა. თუმცა ესეთი არ არის იდეალურად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უკეთესია, როცა ზუსტად იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ვიდრე ძალდატანებით აკეთებ იმას, რაც არ გიყვარს, მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო. ხო, ნებისმიერი საქმე ზოგადად შედგება სასიამოვნო და ნაკლებად სასიამოვნო კომპონენტებისგან და არ არსებობს საქმე, რომელსაც არ აქვს რაღაცა რუტინა და რაღაცა საბოლოო ჯამში, როდესაც ხო რაღაც სასიამოვნო მომენტები არის და რაღაცა ეს საბოლოო ჯამში აბალანსებს, აკომპენსირებს იმ ნაწილს და ხო, კარგია რომ თუმცა იქ რაღაცები გამომადგა რა, ანუ სამართალში თუნდაც საქმის გამოძიებისას კრიმინალისტიკაში ცნობილი რაღაც მეთოდები, როგორ უნდა მიუდგეს საქმეს, როგორ უნდა გამოიძიო და ეს რაღაცები გადმოვიტანე IT-შიც, ნუ აქაც არის შემთხვევები, რაღაც დანაშაული ჭალებში, ხო, რომელსაც გამოძიება, იუზერის დაკითხვა გიწევს და ეს პატარა, ნუ რა თქმა უნდა, რაღაცა მსგავსი მეთოდებს ვიყენებ და აქაც მადგება. ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ ეს ბექგრაუნდი აბსოლუტურად აუსაგებლო აღმოჩნდა. თუნდაც ლოგიკური აზროვნება, ბაზის ჩამოყალიბება, რაღაც დოკუმენტების წერა იქიდან მომყვება, ასე ვთქვათ, იმ გამოცდილებიდან, ამიტომაც ამაგასაც ვაფასებ დადებითად, რომ ეს სკოლა გავიარე, ასე ვთქვათ. კი ბატონო, როგორც უკვე ვახსენეთ, დღეს უკვე რამდენიმე საპასუხისმგებლო ამოცანა გაქვს შენ FH-ში და პოზიცია, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის კიბერუსაფრთხოების სინიორი ხარ, ამავდროულად ნინჯას მიმართულებას კურირებ და
არის კიდე გადათლების მიმართულება, ერთის მხრივ აკადემია და მეორეს მხრივ შიდა სწავლა. აკადემიაზე ცალკე ვისაუბრებთ კიდე და ესე სათითაოდ მინდა რომ კითხო რა, რომ კიბერუსაფრთხოების ნაწილში შენ რა არის შენი როლი ამჟამად, რა ხედვები გაქვს ამომავლოდ, რომ განვითარდე როგორც ასე ვთქვათ, შემდგარი სპეციალისტი, იმიტომ რომ კიბერუსაფრთხოება ისეთი სფეროა, რომ მუდმივად ვითარდება, მუდმივად სიახლეები შემოდის და მიუხედავად იმისა, შენ აკადემიური ცოდნა გააქვს ამ მიმართულებით, თუ თვითნასწავლი ხარ, გიწევს, რომ მუდმივად აპდეითი აკეთო ამ შენი ცოდნის. აი ამ მიმართულებაზე ვისაუბროთ პირველ რიგში ამ კიბერუსაფრთხოების თემაზე, რას ხედავ და ზოგადად რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით და ჩვენ ქვეყანაში რაზე არის მოთხოვნა, რაზე ნაკლები მოთხოვნა და როგორ უყურებენ ბიზნესები კიბერუსაფრთხოებას. ნუ აქ ესეთი მომენტია გააჩნია ბიზნეს, ანუ საშუალო სტატისტიკური ქართული ბიზნესი რო ავიღოთ, კიბერუსაფრთხოებას უყურებს როგორც რაღაცა, არ ვიცი, გაუგებარ მოვლენას, რომელიც ანუ მას არ შეეხება. სანამ არ შეეხება. სანამ არ შეეხება, მას არ ანუ მაგას გონიათ როგორც წესი რომ ანუ ვიღაცა ბუა ჰაკერი ზის და ასე უმიზნებს რაღაც კონკრეტულ კომპანიას და მხოლოდ მას უთხრავს. კი, არის ეგეთი სფერო, იტყვიან დამიზნული დარტყმა, მაგრამ ეს მართლაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იციან ეს კომპანია კონკრეტულად ფულიანია რა, თქვა რაღაც საგებელს მიიღოს, მაგრამ ძირითადი მასა კიბერშეტევების ხდება აი დაუმიზნებლად, როგორც ასე ვთქვათ, ანუ რაც შეიძლება ბევრს უნდა დაარტყარო, იქიდან 1000 თუ დაარტყი და იქიდან 10-მა გაგიმართვა და ერთში მაინც ფული იყო, აი ესეთი სტრუქტურით მიდიან ეს კიბერ დამნაშავეები და შესაბამისად საბოლოო ჯამში არც ერთი ბიზნესი, რაც ამდა პატარა იყოს, დიდი იყოს, არ არის დაცული იმისგან, რომ არ გახდეს კიბერშეტევის ხვეპლი რა, ანუ დამნაშავეები არ უყურებენ ესე გამიზნულად. შესაბამისად გამოწვევები მაღალია სამწუხაროდ კიდე ეს სამწუხაროდ საბედნიეროდ ხელოვნური ინტელექტით შემოვიდა და ეს არამარტო ჩვენ გვიადვილებს საქმეს, არამედ კიბერდამნაშავესაც უადვილებს საქმეს. შესაბამისად როგორც იტყვიან entry point-ი ანუ შესვლის დონე კიდე უფრო დავიდა ქვემოთ, იმიტომ რომ რაღაცა ბაზისური კიბერშეტევის ჩატარება უკვე ჩემინაირს ვკითხო, ან გროქს ვკითხო, რაღაცა შეგიძლია გააკეთო და გააკეთო. რაც ყველაზე მთავარი არის სიმულირებს უკვე მარტივად, თუ კი ადრე იყო რაღაცა სტატიკური მისა, ეხლა შეუძლია სიმულირება, შეუძლია ადაპტირება და მოდი ამ საკითხზე ბევრი არ ვისაუბროთ, რომ შენი ხედვა მინდა როგორც პროფესიული განვითარების, ჩვენ ცალკე გვექნება ერთი ეპიზოდი, სადაც ჩვენ კიბერუსაფრთხოებაზე ვილაპარაკებთ, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და იქ დაუთმოთ ეს დრო. უბრალოდ ანუ შენ როგორ ვითარდება ჩემპიონატ განვითარებას რაც შეეხება, აქაც აკადემიური კუთხით მივდივარ, ზოგადად ეგეთი მიდგომა აქვს ყველაფერში, რომ ჯერ თეორია, მერე პრაქტიკა. დაუშვათ არის მიდგომა, როცა ჯერ პრაქტიკა და მხოლოდ პრაქტიკა, რაღაცა, მე ესე ვერა, მე ჯერ თეორიით მივდივარ და რა თქმა უნდა ეს არის კომპტიას გზა ამ ეტაპზე და რაც შეეხება ასე ვთქვათ პრაქტიკულ უნაჩვევებს, კომპტია გაძლევს მართლა თეორიას რა. პრაქტიკული უნაჩვევები, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს კომპანიები, სადაც მთელი რიგი კიბერუსაფრთხოების ზომებია გასატარებელი და ამას ვაკეთებთ პრაქტიკაში, მაგრამ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, მეტი პრაქტიკისთვის სიმულაციური გარემოები, როგორც აი ეს ცნობილი ინსტრუმენტები TryHackMe და HackTheBox-ი, აქაც სიმულაციისთვის ვარ მომზადებული, რო იტყვიან და არის გარკვეული პრაქტიკა, არის გარკვეული სიმულაცია და გარკვეული სიმულაცია სამოად მომცემს საშუალებას უფრო მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები დავდო მაგიდაზე რა. კეთილი, მოდი ნინჯას შევეხოთ ახლა. ნინჯა One არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი რაღაც მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელთაც მართავთ ჩვენ კლიენტი კომპანიების IT გარემოებს და ეს დავნერგეთ რამდენიმე წლის წინ, რამაც შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა ჩვენი მომსახურების ფორმატი, გაუმჯობესა. ამის რა შეიცვალა ამის დანერგვით მაინტერესებს, შენ რა როლი გაქვს ამ ნინჯასთან მიმართებაში, როგორ ხედავ ზოგადად ნინჯას განვითარებას და მომავალს და ასევე ყავს შენ უკვე ასე ვთქვათ ინჟინერი, რომლის მენტორიც ხარ და ცდილობ რომ ნინჯას მოცვა უფრო გავაძლიეროთ და მეტი ფუნქცია გამოვიყენოთ. აი ორი სიტყვით რომ მითხრა ამ საკითხს. ზოგადად ესა RMM-ი, Remote Monitoring and Management სისტემა, ნინჯამდე გვქონდა კიდე სხვა, Synchro,
რომელთაც დავიწყეთ საერთოდ მოგზაურობა RMM სამყაროში და მე გადავწყვიტეთ, რომ პრინციპში ნომერ პირველი მსოფლიოში პლატფორმა ავიღოთ ჩვენაირი კომპანიებისთვის. Ninja, როგორც სწორად აღნიშნეს, ჩვენთან გუნდში ამახსოვს ვინ თქვა, გიცვლის ერთ თანამშრომელს. ფაქტობრივად ეს არის თანამშრომელი, წარმოიდგინე, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ 24/7-ზე, არ იღლება იმის მონიტორინგს თუ რა ხდება შენ კლიენტებში. ტექნიკური თვალსაზრისით, ვიღაცას დაუშვათ განახლება შემოვიდა, ვიღაცას პირობითად რამე ჭის კომპიუტერზე აჭის და ასე შემდეგ და სანამ კლიენტი ამას გაიგებს, ჩვენ პროაქტიულად ვიგებთ ამ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ამ Ninja-ს მეშვეობით და არა მარტო ვიგებთ, არამედ შეგვიძლია გავაკეთოთ ამის რეზოლვი, იქვე ავტომატურად შესაძლებელია მთელი რიგი შემთხვევებში იქვე ავტომატურად გააწყდა სანამ საერთოდ კლიენტი გაიგებს, რომ პრობლემა აქვს. პრობლემას რო აქვს, ვერც იგებს, უკვე ეს პრობლემა გააწყვეტილია. რა თქმა უნდა, რაღაც რიგ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის ჩარევა, ავტომატურად ეს საკითხი რაღაც ხდება. და ასე შემდეგ, ჩვენ ხელის გულზე გვაქვს მთელი ინფორმაცია არსებულ ინფრასტრუქტურაზე. კი არის რაღაც წეები, რაც დაუშვათ ბოლომდე არ არის დანერგილი, ზუსტად მაგიტო ავიყვანეთ ეს ინჟინერი, ვინაიდან ცოტა ძნელია როლების შეთავსება რა, ამის მიხედვაც და დაუშვათ სხვა პარალელური საქმის კეთებაც. ამ შემთხვევაში ინჟინერს სრული სამუშაო დრო აქვს დათმობილი იმისთვის, რომ ეს სისტემა მაქსიმალურად ავტომატიზაციამდე მიიყვანოს რა, მაქსიმალურად და ყველაფერი წყდებოდეს ფონში. ეს არა მარტო ჩვენ გვადგება, არამედ კლიენტსაც ადგება, რომ პრობლემები საერთოდ დადგება, ან თუ დგება, მალევე წყდება ისე, რომ მის ბიზნეს პროცესები აჩერდება. არაფერი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის IT ინფრასტრუქტურის მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომლის მიღმათაც დღეს უკვე წარმოუდგენელია. მაგის გარეშე ჩვენ MSP კომპანია ვერ იმუშავებს რა. კარგი. ასევე კიდევ ერთი საკითხი, რის გარეშეც ვერ იმუშავებს საერთოდ კომპანია, ეს არის სწავლა და განვითარება. კი ბატონო. რომელიც ყოველთვის იყო FR-ში, ასე ვთქვათ, დაფასებული და ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდით. ხან მეც, ხან ნაკლებს და ყოველთვის გვაქვს სურვილი, რომ იყოს მეტი და მუდმივად გქონდეს სწავლის და განვითარების რაღაცა პროგრამები, ამოცანები და ასე შემდეგ. მოდი ვისაუბროთ ასევე აკადემიაზე, რომელიც 2014 წელს შევქმნით. და ეს არის FR-ის შვილობილი კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც ხარ შენ მისი დაარსების დღიდან. ერთგვარად ეს იყო მათ შორის შენი ინიციატივა, ის რომ რაღაცა განათლების მიმართულება გქონოდა და გვესწავლებინა ჩვენ არა მარტო შიდა თანამშრომლებისთვის, არამედ გარე მსურველებისთვის IT-ის. თუმცა ფორმა შენ მიეცი მახსოვს ეგ, იმიტომ რომ ზუსტად მახსოვს ლექციაზე ვიყავი და Excel-ს ხსნიდი, როცა შენ მომწერი Messenger-ში, რომ ხო გავაკეთოთ, მე ჩემი იდეა იყო, რომ გქონდეს შიდა განათლება და რაღაც რანგების თემა თუ გახსოვს, რომ მივანიჭოთ რაღაცა, ასე ვთქვათ, წინსვლა ცოდნაზე დაყნობით, მაგრამ შენ მომწერე ზუსტად ის, რომ ეს ამას ფორმა ვიცეთ. ცალკე ორგანიზაციის და ცალკე აკადემიის და დღეს უკვე რამდენიმე ასეულს ითვლის, ვინც გაიარა აკადემიის 60 ჯგუფი არის კურსები და მათ შორის ნაწილი ჩვენი თანამშრომელი გახდა, ნაწილი სხვაგან იპოვა კარიერის განვითარების გზა და ასე შემდეგ. აი რა აკადემიის ისტორიაზე რას გაიხსენებ, რა როლი ქონდა საერთოდ აკადემიის შექმნას, რა მისცა უშუალოდ FR-ს, რა მისცა იმ ადამიანებს, რომლებმაც აკადემიაში მიიღეს განათლება და ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები გადადგეს თავიანთი პროფესიული განვითარების გზაზე და ასევე მე მაინტერესებს კიდე აქვე შემდგომ ვისაუბროთ იმ შიდა ასე ვთქვათ, განვითარების გზებზე, რომელიც აქამდე ქონია, ან რომელსაც ახლა გეგმავთ, რომ განვავითაროთ და ჩამოვაყალიბოთ როგორც მუდმივი სწავლისა და განვითარების ამოცანა კომპანიაში. რაც შეეხება აკადემიას, ჯერ პირველი საკითხი დადგა, ეს არის 2014 წელი და პირველი საკითხი დადგა, ჩვენ გამოვიგონოთ ველოსიპედი თუ რაღაცა საერთაშორისო სტანდარტს მივყვეთ. და მახსოვს ამაზე იყო ჭობა, ასე ვთქვათ, ჩვენ შიგნით გუნდში და გააკეთა კომპტია. სხვა შორის კომპტია მაგ დროს არ იყო საქართველოში ისე ცნობილი, ახლა ყოველ ნაბიჯზე ყველა აბსოლუტურად და ეს სწორიც არის, ყველა ახსენს, რომ კომპტიას სტანდარტი გვასწავლეთ. ხო, რაღაცა მხრივ ეხლა რატომღაც შეიძლება ეს
ხმოვანი ნათქვამია, მაგრამ რაღაცა მგონია, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ეს ტრენდი კომპტიას საქართველოში, რა თქმა უნდა, ეხლა სოფლიოს მასშტაბით განვითარებულ ქვეყნებში, ევროპა, გერმანია, ინგლისი, ამერიკის შეერთებული კანადა, იქ კომპტია ეგ დასაბამიდან იყო. ხა IT-ის სწავლება ყოველთვის არსებობდა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ როცა ეს დავნერგეთ, მაშინ არ კომპტია როგორც ასეთი სტანდარტით არ იყო, და რომ კომპტია სტანდარტით და ეს უკვე ბევრი სასწავლებელი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ კომპტიას ვასწავლებთ. და ეს რადგან საერთოდ ძალიან პირველ ნაბიჯებს ვდგავდით, ჩვენ მახსოვს რომ ქონდა ანუ კომპტიაში ძირითადი A+-ში ძირითადი სამი მმართველობა hardware, operating systems და network-ი. და თავიდან ჩვენ გავინათლეთ ეს როლები. მახსოვს მე ვასწავლეთ hardware-ს, დაუშვათ გიორგი გვენტაძე ასწავლიდა ოპერაციულ სისტემებს და მე დავამატეთ Linux-ი, ყველა სასაცილო მომენტი იყო, რომ მე Google-ს უთხარი, უნდა დავამატოთ მეთქი Linux-ი. და დავამატეთ და შემდეგ სტანდარტში კომპტიამ შემოიტანა Linux-ი და Mac-ი. ანუ რაღაცა მხრივ ჩვენ გავუსწარით, ხო? ანუ იმიტომ რომ ეხლა ლოგიკური იყო რომ შესატანია Linux-ის. ხო, მე მახსოვს რომ ადაპტირებასაც ვაკეთებდით იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა ნაწილი იყო უფრო მეტად ქართულ რეალობაზე მორგებული, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტზე და ვცდილობდით რომ ეს ცოცხალი ყოფილიყო ეს. კი, ანუ ხა ესეთი რაღაცები როგორც რაღაც ავტოკადების დაყენება რომ საერთოდ არა კომპიუტერში საერთოდ არ იხსენებს, ნუ რაღაცა ვცდილობთ. ანუ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ქართული ელფერი მივცეთ კურსს, ასე ვთქვათ, რომ ნუ უფრო მზად იყოს ქართულ რეალობაში სამუშაოდ. ნუ რაღაც პირად ჩვენებსაც ვაძლევთ, რაც ხდება ქართულ რეალობაში და ასე შემდეგ. ნუ საბოლოო ჯამში, ნუ იმ დროს მე ვუყურებდი ამას, როგორც აი სტანდარტი და სტანდარტს უნდა მიყვეთ. ანუ პირველი იყო რომ სწავლება. ეხლა ცოტა შევცვალეთ, უკვე წლებია შევცვალე, ასე ვთქვათ, მიდგომა და ვუყურებ იმას, თუ როგორ უნდა შეცვალოს სპეციალისტის ქცევა ის რომ ამ კურსს გაივლის. ანუ რა უშუალოდ შედეგები მაინტერესებს, რომ ის მუშაობდა ესე და დაიწყეს მუშაობას უფრო სწორად, როგორც საერთაშორისო სტანდარტია. ან თუ დაიწყებს ნოლიდან, საერთოდ დაიწყეს როგორც სწორად მუშაობას და რეფერენს არ შეეხება, მე ვფიქრობ, სარგებელი მოაქვს ის, რომ შეგვიმცირა გარკვეულწილად რეკრუტინგის ხარჯები და ამაში დაგაკვირდი დრო, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში FH-ში 90% იყო აკადემია დამთავრებული. ანუ ვინც აკადემიაში მოვიდა და დავტოვეთ. რაღაც მომენტებში მართლაც უმეტესობა ესე იყო. რაღაც მომენტებში ნახევარი ახლა სერვის ცენტრში, ნახევარი ფაქტობრივად აკადემიის კურსს დამთავრებულია და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ ვძდით კადრს, კადრი ნოლიდან იწყებს განვითარებას, სწორად იწყებს მუშაობას, განსაკუთრებით ვინც საერთოდ არ იცოდა და უბრალოდ მოვიდა. და ნუ შესაბამისად არ გვიწევს ახლა იქ გამოცხადება, ვაკანსიების გადარჩევა და რაღაცა, ჩვენ თვითონ ვძდით კადრებს და შესაბამისად არის შემთხვევები, როდესაც მოსული კადრი გაიარა გადამზადება, ანუ ვაკანსიის დროით თქვენ მოვიდა და შევხედეთ, კარგი, ანუ ჩვენ ყოველთვის FH-ში უფრო ალბათ იმას ვაქცევთ, რომ როგორი ადამიანია და როგორ აზროვნებს. შეიძლება ცოდნაში ცოტა ის იყოს, ჩავარდნა ქონდეს ან რაღაცა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. აკადემიაში გავუშვებთ, კი, პიროვნული მომენტები, რომ ადამიანი ლოგიკურად აზროვნებს, რაღაცები იცის, კი ბატონო, აი, ასე ვთქვათ, გავამზადეთ. აი, ხაც რო ავიყვანეთ საპორტში, აქვს სურვილი, რომ გაიარონ კურსი. შემოდგომაზე არ ვიცი, რამდენიც საჭიროა, მაგრამ თუ აქვს სურვილი, ნახოთ, ხო? ანუ ეს რაღაცები ხო, შენ ახსენე პიროვნული მომენტები, რაც ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და დღესაც მნიშვნელოვანია და მაინტერესებს აი ეგეთი შენი დამოკიდებულება და ხედვა, როდესაც ადამიანი მოდის FH-ში, მათ შორის შენს ბევრი ახალი თანამშრომლის მენტორი ყოფილხარ, რა უნდა გაითვალისწინოს, ასე ვთქვათ, F1-ის ღირებულებებთან მიმართებაში და როგორ ახერხებდი შენ ამ ღირებულებების გადაცემას, იმ ხედვას, რომელიც რაღაცა ჩვენ გუნდში ჩამოყალიბდა. მე მახსოვს პირველ ეტაპზე კომპანიის შექმნის პირველ წლებში, როცა ჩვენ პირადად მეც ვცდილობდი, რომ ეს გადმომეცა ეს ღირებულებები დამენერგა, ასე ვთქვათ და გამეზიარებინა ახალი თანამშრომლებისათვის, მაგრამ შემდგომში უკვე ეს გუნდი ბირთვი ჩამოყალიბდა ამ ღირებულებებით და მე აღარ მჭირდებოდა ამაზე უკვე რესურსის დახარჯვა, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა გარემოში ექცევი, გინდა არ გინდა იმ გარემოს ღირებულებას და იმას თვითონ გაძლევს და თვითონ ღირებულო. აი რა ღირებულებებია ესენი შენი ხედვით და აზრით და როგორ ვახერხებთ გადავცეთ ახალ თანამშრომლებს ეს ღირებულებები. ნუ ესეთი არ ვიცი ახლა რამდენად ვძახი, მაგრამ ზოგადად ჩემი აზრით აი ყოველნაირ აღზრდა განათლებაში მთავარია შენი პირადი მაგალითი.
ანუ თუნდაც აი მშობელი რო ხარ და ბავშვს ეუბნები რომ ესე არ გააკეთო და შენ თვითონ აკეთებ. ანუ შენი თქმა ასჯერ არ აქვს თუ სწორ მაგალითს ანუ შენ თვითონ თუ ეუბნები რომ ჩიფსი აჭამო შენ თვითონ არ უნდა ჭამოთ თორე რაღაც ეგეთი. რაც შეეხება ჩვენ ანუ ჩემი აზრით ეს არის აი გულითადი დამოკიდებულება საქმისადმი პასუხისგებლობით დამოკიდებულება და ასე ვთქვათ ლოგიკური აზროვნება და არა ზეელზე რაღაცა აი თავისით გასწორდება ან რაღაცა. ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ როცა ჩემი მენტორობის ქვეშ არიან ასე ვთქვათ ადამიანები რომ ეს გადავცე რა. ანუ რაც აი კეთილსინდისეა საქმის გაკეთება, ლოგიკური აზროვნება და შესაბამისად აი რაღაცნაირად ესეთი პასუხისგებლობა რა თუ აკეთებ რაღაცას გააკეთე კარგად და ბოლომდე შენ თვითონ რო გესიამოვნოს ეს გაკეთებული საქმე და მაქსიმალურად შეცადე რომ თუ პრობლემაა ამ პრობლემის საფუძვლამდე მიხვიდე რომ ეს პრობლემა გამეორდეს. ანუ რაღაც მიფუჩეჩება არ იყოს და ну ზოგადად და არ შეეხება უთეთ ადამიანური ეს არის უშუალობა, მეგობრობა და რაღაც ისეთი დამოკიდებულება რა. ასე ვთქვათ ხიარული და კეთილ მეგობრული დამოკიდებულება რომ რაღაც ისეთი არ არის რომ აი დიდად თქვენობი და ბატონო რაღაც უშუალობა არის ჩვენთან, მაგრამ საქმეში ხო ხალხაჭერე გარემო მტრული პირიქით მეგობრული, ჯგრული და ოღონდ საქმისადმი პასუხისმგებლობით მოქცევა რა. კეთილი. რას ურჩევდია ახალ თანამშრომლებს ასე ვთქვათ, რომლებიც ეხლა იწყებენ თავის კარიერულ გზას, ერთის მხრივ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ სამუშაო გამოცდილება ახალი, მეორეს მხრივ შეიძლება ეს იყოს როგორც IT სპეციალისტის კარიერული გავთეს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა შეცდომებისგან უნდა აირიდონ თავი მაქსიმალურად. და ზოგადად როგორ განვითარდნენ, რომ იქცნენ ნამდვილ პროფესიონალებად და არა უბრალოდ რაღაცა დროებითი ამოცანების შემსრულებლად. ну ზოგადად ყოველთვის გქონდეთ გეგმა თავიანთი განვითარების. შეიძლება მცდარი იყოს. შეიძლება რაღაცა მე გადახედოს ექვემდებარებოდეს, მაგრამ მაინც დასხდნენ ამ თავისთვის და რაღაცა გეგმა შეადგინონ რის მიღწევა უნდა. დღევანდელ დღეს ეს კიდევ უფრო მარტივია, იმიტომ რომ გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შევას მოგცემთ ახლა. ჩემ დროს მე რო ვიწყებდი, YouTube-იც კი არ იყო წესიერად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და ანუ შედარებით ნაკლები მასალა იყო. ანუ ყოველთვის გქონდეთ მოგეთ გეგმა, სად უნდა მისვა, ანუ რას უნდა მიაღწიონ და შესაბამისად ყოველი შემთხვევა, რომელსაც ისინი შეხვდებიან საქმეში მათთვის ანუ რაღაც გასარჩევი გახდეს რა, დაუშვათ ეს შემთხვევა რატომ მოხდა, რა ვარიანტები აქვს, დაუშვათ როგორ გამოასწორეთ, რა იყო მთავარი მიზეზი და ასე შემდეგ და დასაწყისში თუ განსაკუთრებით საერთოდ დამწყებები არიან, ურჩევდი რომ ეს რაღაცნაირად წერილობით ჩამოაყალიბონ რა, არის გვაგვისო პასტაფუსი, ანუ ვიღაც თუ მოწოს პასტაფუსით იყოს, მაგრამ აი რა ვიცი ელექტრონულად ჩამოწერონ დაუშვათ დღის განმავლობაში საინტერესო кейსები და ანუ გააჩვენ ყველა მხრივ. და რა თქმა უნდა, მიყვენ learning path-ებს თქვენ, ახლა განსხვავებული კომპტია ვახსენეთ. ყველა ვარიანტში უნდა იცოდნენ კომპტია პლუსის დონე და შემდეგ უკვე რას გახარ თუ ქსელებით წასვლა უნდათ ერთი გზა არის, თუ საფრთხეებით წასვლა უნდათ მეორე გზა არის და ასე შემდეგ. აი რაღაცა ესეთი ზოგადად ერთი ფუფუნება, ასე ვთქვათ, რომ კითხონ რომას. აი ქვემოთ ხუმრობაა ეს რა კითხო ჯემინას კითხე რომას. ესეთი ხუმრობა. კარგი, ხუმრობაზე გამახსენდა, რომ შენ ერთ-ერთი სახე ხარ ჩვენი TikTok არხის და უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ცნობს და გულშემატკივრებს, თქო, ითხოვენ შენს გამოჩენას ხშირად ვიდეოებში. აი ეს გამოცდილება როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში და როგორ უყურებ ამ იუმორს მათ შორის შენს ვიზუალთან დაკავშირებით, წონასთან დაკავშირებით. დადებითად ვუყურებ, მაგრამ ნუ სიმართლე ვთქვათ ესეთი პოპულარობა ცოტა არ მომს. ანუ სადღაც მაღაზიაში ვსნობენ რომ აი ის რაღაცა ან კურიერი რომ მეთქვი თუ შენ ის არა ხარ რაღაცა აუ ცოტა მისავარ მაგრამ საბოჯამში იუმორი მიყვარს ახლა ყველა ვინც მიცნობს საქმეში ყოველთვის იუმორით უდგები სტუდენტებიც ახლა იქ კომენტარებს წერენ რომ ყოველთვის ეს იუმორით იყო რა ანუ მე ყოველთვის ვცდილობ რაღაც ინფორმაცია ან ცოდნა რაღაცა ესე რაღაცა შავად არ წავიკითხო რაღაცა იუმორი ცხოვრების რეალური სიტუაციებთან შედარებით, შეფარდებით მიუტანო და ნუ რა თქმა უნდა ეს მიშამაც დაიჭირა ახლა
ჩემი პერსონალს სულ რაღაცა ჭამს და სიმართლესთან ახლოს არის და რაც არის რეალობა, ეხლა ის არის რა, ეხლა რა ვიცი, რა ვთქვა, რომ ვთქვა რომ არ ჭამყვა, ხო არ გამოვა. ხო. კარგი. და ბოლოს მაინტერესებს, ანუ რაღაც შენი ხედვა F1-ის განვითარებასთან მიმართებაში, რა სისურვებდი, სად ხედავ F1-ის მომავალს და როგორ ფიქრობ, რა შანსები გვაქვს იმის, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. იდეაში რა ვიცი, ჩემთვის ყოველთვის ის არის, რომ F1 იყოს ბაზის ლიდერი ყოველ შემთხვევაში მიდგომებში, რაც არის ჩვენი ბიზნესი, ეს არის მცირე და საშუალო კომპანიების IT მომსახურება და ვისურვებდი რომ სხვა სკოლის ბიზნესის კონსალტინგში შევიდეთ. ანუ სკოლის ბიზნესი ყოველთვის ეყოლება თავისი IT დეპარტამენტი, შეუძლებელია სკოლის ბიზნესი რომ რაღაც აუთსორსინგზე იყოს თავიდან ბოლომდე თავისი IT ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამომავლოდ ვისურვებდი რომ ჩვენ შეგვეძლოს ნებისმიერ სკოლის ბიზნესის რაღაც კონკრეტულ თემებს რომ დაჭირდება პროექტის სახით იმ კონსალტინგში შევიდეთ რა. და ამის ერთ-ერთი მიღწევის გზა ერთადერთი მიღწევის გზა ზუსტად ის განვითარების მიდგომები დეპარტამენტი თუ რაც იქნება, რომელიც ასე ვთქვათ მოამზადებს, გადაამზადებს სპეციალისტებს და გაანალიზებს რა შეიძლება ბაზარზე მოთხოვნადი იყოს. კი ბატონო, ჩვენ მათ შორის co-managed მიმართულებაც გვაქვს უკვე ვანვითარებთ ამ მიმართულებას და შეიძლება ეს და კონსალტინგი მათ შორის იყოს ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ უკვე რაღაცა მაგ შემთხვევაში ვერასაცხოებაც ისე ამოცანა ის რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ვთქვათ ყველანაირი საჭიროება დავფაროთ, მათ შორის მაღალი კომპეტენციების საჭიროებები, ეს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა და ამ მიმართულებით უნდა განვითარდეთ. ეთილი, მადლობა ჩვენი დროისთვის, ჩვენი სტუმრობისთვის და დავით ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ამ პოდკასტის ეგიდით, როცა უკვე ვისაუბრეთ კონკრეტულ თემებზე, მათ შორის უკვე დაგეგმილია როგორც თქვი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესის კიბერუსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვა, მათ შორის ჩვენი სერვისების შეთავაზება შეგვიძლია ჩვენი კლიენტებისთვის და შევხვდებით ერთ-ერთ მომავალ პოდკასტში. მადლობა ყველას, ვინც მოგებდით თვალს და გვისმენთ.